დღეიდან იუსტიციის სახლისა და სემეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეპესეს საქართველოს მელიორაციის 3 ახალი სერვისი. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. ეს სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლის და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. დასრულდა მელიორაციასთან დაკავშირებული სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სეზონურად ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს მელიორაციის სერვისებზე წვდომას. მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ლოკაციაზე, ასევე 20 მობილური იუსტიციის სახლით და ბუნებრივია ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეს შესაძლებლობა კონდეს სრულყოფილი მარტივი წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. მეურნეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ იუსტიციის სახლების მეშვეობით მიიღონ შესაბამისი სერვისები მორწყვასთან დაკავშირებით, გააფორმონ ხელშეკრულებები, შეადგინონ შესაბამისი გრაფიკები და ასე შემდეგ და მათ არ დაჭირდებათ წვალება. მელიორაცია უახლოეს დღეებში დააგზავნოს შესაბამის SMS-ებს, რითაც მოსახლეობას ექნება უკვე ის ინფორმაცია მიწოდებული, რომ შეუძლია ნებისმიერ იუსტიციის სახლს მიმართოს. დღეს მოვედი იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში, ძალიან მარტივად, რამდენიმე წუთში შეუძლია რომ დამერეგისტრირებინა განაცხადი და მესარგებლა აღნიშნული სერვისით.